მაგრამ არავის არ უთქოს ქალბატონი. მაშ დამაცალეთ რომ პასუხი გაგცეთ ხომ შეიძლება. მე თქვენგან განსხვავებით ჩემი პასუხი მე თვითონ ვიცი რა უნდა გიპასუხოთ. ესე იგი ენა ის მე მინდა შევეპასუხოთ თსუ-ს და დამაცალეთ რომ გაგცეთ ზუსტი პასუხი. თსუ-მ გასცა სწორი პასუხი და მე არასდროს არ დამიმალავს რომ ჩემი განათლების საწყის ეტაპზე მე მინდოდა ყოფილიყავი დიპლომატი. სულ მაქვს 4 დიპლომი, 2 ემსახურება იმას, უმაღლესი განათლების დიპლომი და 2 მათგანი ემსახურება იმას, რომ მე გავხდარიყავი დიპლომატი. მაგრამ შემდეგ სადღაც 98 წელს მივხვდი რომ ეს არ მაინტერესებს და ავიღე ორიენტაცია სამართალმცოდნეობისკენ და სახელმწიფო მართვის თემისკენ. კონკურსის გზით მოვხვდი ენაში. ენა ამზადებს ადმინისტრაციულ მოსამართლეებს. ვერც ერთი ადამიანი საფრანგეთში, ვერც ერთი ვერ გახდება მოსამართლე ადმინისტრაციულ იუსტიციაში, ვერც ამ მართლმსაჯულების ხელმძღვანელი და შესაბამისად ასეთ ხალხს უშვებენ როგორც წესი მოსამართლე სტრასბურგში და ასეთი იყო ფრანგი მოსამართლე ჟან-პოლ კოსტა, რომელიც ენადან გამოსული იყო, ამიტომ იყო იურისტი, ამიტომ იყო ადმინისტრაციული მოსამართლე, ამიტომ იყო სტრასბურგის მოსამართლე. ვერ იმუშავებ. ენა ამ სფეროში, ადმინისტრაციულ სამართალმცოდნეობაში, ევროპულ სამართალში, ადამიანის უფლებებში იძლევა იურიდიულ უმაღლეს განათლებას. ქართული კანონი ითხოვს, რომ მე ვიყო საქართველოს მოქალაქე და მქონდეს იურიდიული განათლების უმაღლესი დიპლომი. მე მაქვს 2 დიპლომი ენადან, ერთი დიპლომი, რომელიც ადასტურებს, რომ მე მაქვს ეს განათლება და მეორე დიპლომი, რომელიც არჩევით იყო, მაგრამ მე მაინც მოვიპოვე, ეს არის ხარისხი, რომელსაც იქ მასტერი ქვია, აქ არ ვიცი, რა ქვია ქართულად. მაგისტრატურა. მაგისტრატურა არ არის ეს კლასიკური, ამას ქვია MPA, არ ვიცი ყოველ შემთხვევაში. ეს არის შემცვლელი არ აქვს, დიახ. არა გვაქვს და ნუ მაშინ ეს ქვია ალბათ, მაგრამ ეს არ არის ამ წუთში რელევანტური. ქართული კანონის მოთხოვნებს მე ვაკმაყოფილებ და არ უნდა დაგვაუწყდეს ის, რომ მე ვარ პროკურორი, იმიტომ რომ იუსტიციის მინისტრი და არა პირიქით. ეს ჩემი განათლების, ასე თქვა, წარსული არასდროს არ ყოფილა დამალული, არც დიპლომები არ ყოფილა დამალული და პარლამენტის არც ერთ კომიტეტს, სადაც მე გავიარე და არც ერთ დეპუტატს ამაზე თავის დროზე პრეტენზია არ გამოუთქვამს. პარლამენტმა მე დამამტკიცა იმ განათლებით, რა განათლებითაც ვარ. მე დღეს კანონიერად ვარ იმ თანამდებობაზე, რომელსაც ქვია იუსტიციის მინისტრი და ამიტომ პროკურორი და ჩემივე ინიციატივა იყო, რომ ადეიშვილის კანონი შევცვალო და შევიზღუდო ძალაუფლება. პასუხი არის შემდეგი: დიახ, მე კანონიერად ვარ თანამდებობაზე, იმიტომ რომ კანონის ყველა მოთხოვნას ვაკმაყოფილებ, როგორც